დღეს არის შაბათი 30 მაისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 17 მაისი და დღევანდელი დღე ეს არის ეგრეთ წოდებული სულის შაბათი ანუ ეს არის სულთმოფენობის წინა შაბათი ხვალ ვით დღესასწაულებთ სულთმოფენობას ეს არის 50-მე დღე აღდგომიდან და კალენდარულად დღევანდელი დღის შესახებ გვისაუბრია დღევანდელი წმინდანების შესახებ ეს არის საუბარი 67. ოღონდ დაგვემატა ორი წმინდანი წმინდა ნაწილები დაგვემატა ეს არის ერთი მათგანი ეს არის მართალი წმინდა მართალი ესე ეწოდა როგორც წმინდანს დეკანოზი იოანე გაშკევიჩი კორმელი თუ კარმელი ამას მოგახსენებთ მე სასწაულთ მოქმედი და ოღონდ მისი ხსენება არის არა დღეს კალენდარულად 17 მაისს არამედ 18 მაისს ანუ ხვალიდელ დღეს ხოლ კი არის სულთმოფენობის დღესასწაული მაგრამ ეს სულთმოფენობის დღესასწაული არის მოძრავიდან აი 18 მაისს არის მისი ხსენება და 1917 წელს გარდაიცვალა და კიდევ ძალიან ცნობილი წმინდანის ხსენება არის ხვალ ასევე ხვალ ეს არის არქიმანდრიტი მაკარი გლუხარევი არის გვარად რომელსაც მალტაის მოციქული ეწოდა იგი გარდაიცვალა 1857 წელს აი ამ ორი წმინდანის შესახებ უნდა გესაუბროთ და ნუ დავიწყოთ ესე იგი როგორც მოგახსენეთ ეს არის პირველ რიგში დეკანოზი იოანე კორმელი ნუ აი ეს კორმა თუ კარმა ორნაირად წარმოითქმის ბელორუსის ქალაქი არის და ესე იგი უფრო სწორედ ეს რუსი წმინდანიც არ არის ბელორუსი წმინდანია ბელორუსი დაიბადა 1837 წელს დაიბადა 1837 წელს მღვდლის ოჯახში მოგილოვი არის ესეთი ქალაქი ბელორუსიაში აი მოგილოვის გუბერნიაში და ყავდა სამი შვილი არა მიშვილებზე მე მოგახსენებთ სამი შვილი ყავდა მამამის ანუ სამნი იყვნენ და ორი ძმა ესე იგი მისი უფროსი ორი ძმა ლევი და ნიკოლოზი ასევე მღვდლები იყვნენ და აი იოანეს დაბადებამდე ოჯახს ჰქონდა გამოცხადება ეუწყათ როგორ ესე იგი რომ ტაძარში იდგა დედა მსახურებაზე ნუ ლოცვას ესწრებოდა და ორსულად იყო უკვე ამაზე როდესაც მასთან მივიდა სალოსი იმ პერიოდში რუსეთის ეკლესიაში განსაკუთრებით ბევრი სალოსი იყო ძალიან ქრისტესათვის სალოსი ესე ეწოდება და აი ესეთი უცნაური ქცევის თუ რაღაცა სალოსი მივიდა და უთხრა რომ კი მინდა რომ მას აი ესეთი ფრაზა უთხრა რომ კი მინდა რომ მას მის შევეხო და მისგან უშუალოდ ავიღო და შეყურთხება მაგრამ მე მას ვერ მოვესწრები აი ესეთი რაღაცა უთხრა და მართლაც მე დაიბადა ეს ბავშვი და საოცარი გამოიჩინა ნიჭი თავიდანვე 4 წლის ასაკში უკვე მამას ეხმარებოდა თავის ძმასთან ერთად მამას ეხმარებოდა სტიქაროსანი იყო და ნუ რა ვიცი ნუ როგორც ნათე ისე მსახურობდა 4 წლის ბავშვი ნუ განათლება თავიდან ესე იგი საეკლესიო სამრევლო სკოლაში დაიწყო ჯერ შემდეგ მოგილოვის სასულიერო სასწავლებელში შემდეგ მოგილოვის სემინარიაში და შემდეგ უკვე დაამთავრა მოგილოვის სემინარია და 1859 წლიდან ანუ 22 წლის ასაკში
უკვე საფრთხოს ჯურის მასწავლებელი იყო სოფელ ოგოროდნია ესე ქვია ოგოროდნიაში ეს არის გომელის მხარე გომელის სადაც აი აქ დაიწყო საფრთხოს ჯურის მასწავლებლად მუშაობა და გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ესეც მღვდლის შვილი ოღონდ ეს მღვდელი გარდაცვლილი იყო და 1862 წელს მათ უკვე ჯვარი დაიწერეს. ჯერჯერობით ჩვეულებრივ ამბებს გიყვებით, თუმცა აი უკვე განსაკუთრებული ბავშვი იყო და განსაკუთრებული ნიჭი გამოიჩინა სწავლის და ამ პერიოდში უკვე ააკურთხეს მღვდლად და სოფელი შერსტინი როგაჩოვის მხარეში, ესე იგი 14 წელი იმსახურა აქ როგორც მღვდელმა, 3 ვაჟი შეეძინა, რომლეთაგან მერე 2 მღვდელი გახდა და 1 მედავითნე და 1 ქალიშვილი, რომელიც ასევე საფრთხოს ჯურის მასწავლებელი გახდა. ხა ეს მოკლედ გიყვებით მის ცხოვრებას. შემდეგ 1876 წელს, ანუ უკვე 39 წლის რო იყო, აი ამ ოგოროდნიაში, სოფელში, რომელიც როგორც ჩანს მისთვის უფრო მშობლიური მხარე იყო, გარდაიცვალა მღვდელი და ამან ითხოვა რომ თუ შეიძლება მე დამნიშნოთ იქო და დანიშნეს, გადაიყვანეს და გადავიდა ესე იგი საცხოვრებლად დაბრუნდა და კიდევ ესე იგი 3 შვილი შეეძინა ამის შემდეგ 2 ვაჟი, 2 მღვდელი გახდა ესენიც და ქალიშვილი. და უმცროს შვილიშვილს შვილიშვილს კი არა, შვილს, ყველაზე უმცროს ვაჟს, ასევე იოანე უწოდეს, დაარქვეს სახელად და ამ დროს უკვე 48 წლის იყო ეს ბავშვი, რომ გაუჩნდა, რომელმაც მერე ფაქტიურად შეცვალა ეს მღვდელი გახდა ეს იოანე, მამის სახელი ერქვა და შეცვალა ეს უკვე, როდესაც მოგვიანებით უკვე იგი გავიდა პენსიას. ამის შემდეგ, აი უმცროსი ვაჟის დაბადების შემდეგ, მან იმოგზაურა კიევის პეჩორის, ანუ კიევის ქალთა მღვიმეები არის, კიევო-პეჩორსკაია ლავრა ესე ქვია, იქ სულიერი რჩევების მისაღებად ჩავიდა და იქაურმა მამებმა მას ესეთი ლოცვა-კურთხევა მისცეს, რომ ეცხოვრა ერში როგორც ცხოვრობდა, ოღონდ ეცხოვრა ბერული ცხოვრებით და ძალიან მკაცრი კანონი განუწესეს, მაგალითად საერთო ცხოვრების ბოლომდე ხორცე აიგრძალა, აღარ ჭამდა ხორცს. შემდეგ ოთხშაბათს და პარასკევს ძალიან მკაცრად მარხულობდა, მხოლოდ საღამოს მსახურებას რო გამოიყვანდა, მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობდა საფისქვერს, მარტო ოთხშაბათს და პარასკევს. და მუდმივად და ლოცვა-კურთხევა მისცეს, რომ იესოს ლოცვა სულ გამუდმებულად ელოცა და შემდეგ ეს თავის შვილებსაც მან ეს უანდერძა და გადასცა, უпроსტოდ ასწავლა, როგორ მეილოცოს ადამიანმა ეს იესოს ლოცვა განუწყვეტლად. შემდეგი, რაც მნიშვნელოვანი იყო ძალიან, მან იწინასწარმეტყველა აი ეს 1917 წლის რევოლუცია და თქვა, რომ ესეთი სიტყვები არის ცნობილი მისი, რომ მალე ძალიან მალე უფალი გარდამოავლენს რისხვას, თავისი რისხვის თასს გადმოაქცევს ჩვენზე და თუ არ მოვინანიებთ როგორც ნინევიელები, რაც არ მოხდა, როგორც ჩანს, არ მოინაა, ამიტომაც მოხდა ეს რევოლუცია. და ტაძრებში დაისადგურებს, ეს არის დანიელ წინასწარმეტყველიდან, ეს შემდეგ კიდე მეორდება, ესე იგი, ეს სიტყვები, ეს არის ქართულად ესე ჟღერს, საძაგელი მოოხროებისაი.
საძაგელი მოოხროებისა. რომ მოაოხრებ, ანუ მოოხრება ნიშნავს მოოხრება ნიშნავს საერთოდ აი რომ არაფერი გაოხრებული ნიშნავს რომ აღარც ერთი აი სულიერი რო აღარ არის რა. ხო და საძაგელი მოოხრებისა ეს სიტყვები გულისხმობთ რას ნიშნავს? ტაძარებზე არის ნათქვამი. ესა როდესაც ნაბუქოდონოსორმა ისრაელი დაიპყრო და იერუსალიმი აოხრა. მაშინ იყო ეს სწორედ რომ ტაძარში მარტო ის კი არა რომ მღვდლები დახოცა და ტაძარში მსახურება აღარ აისრულება. ეს არ არის კიდე საძაგელი მოოხრებისა. საძაგელი მოოხრებისა არის როდესაც იქ სხვები შედიან და ეს რაღაცა წარმართულ თუ რაღაცა მოკლედ კერპსახურებას აღასრულებენ. რაც ფაქტიურად მოხდა კიდევაც ამ რევოლუციის შემდეგ. ну აი გარდა იმისა რომ ფიზიკურად დახოცეს ეს ფლები, შემდეგ ეს რაღაცა თანამედროვე განახლება ერქვა obnolencheskaya eris. ესე იგი ეს ну მოკლედ ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ. მოკლედ ეს იწინასწარმეტყველა და კიდევ ესე იგი მის ცხოვრებაში მაღალი საეკლესიო თანამდებობები ეკავა მაგალითად 3 წელი მთელს ეპარქიაში აი მხარეში იყო მოსამართლე მღვდელი გამომძიებელი უფრო სწორედ და ამ კეთილმოწესეთა საბჭოს წევრი იყო 12 წლის განმავლობაში. 70 წლის რო გახდა მაშინ მიიღო დეკანოზის ხარისხი, ну კიდევ ბევრი ჯილდო აქვს მიღებული და 75 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე. ეს არის 1912 წელი და როგორც მოგახსენეთ, მის ადგილას მისი ვაჟი დაინიშნა იოანე მღვდელი. შემდეგ 1912 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელიც ამ მხარეს ძალიან შეეხო და იგი ესე იგი აი ამ ვინც დაკარგა თავისი ქონება, ну აი ესე უსახკაროდ ვინც დარჩა ამ პირველი მსოფლიო ომის დროს ამათ ძალიან ეხმარებოდა ასევე ყატაკთან და ობოლთა შემწე იყო და შემდეგ შეიტყო ერთხელ ესე იგი რაღაც მრავალშვილიანი ოჯახი იყო თავისი პირადი ძროხა აჩუქა. შემდეგ შეიტყო რომ რაღაც ქვრივი ქალი შესასპარავდა და მთელი წლით მან ესე იგი უზრუნო იყო მისი სათბობით მომარაგება, რომ ამ ქალს მოკლედ სახში სითბო ქონოდა. ესეთი რამე არის ცნობილი და 1917 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვერ მოასწრეს კომუნისტებმა მისი მოკვლა, გარდაიცვალა მშვიდობიანად აი ამ სოფელ ოგოროდნიაში და წინასწარმეტყველა როგორ და რა ვითარებაში მოხდებოდა მისი დასაფლავება, რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავი იყო, იმიტომ რომ 3 დღე-ღამე არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი მის საფლავზე და მის სხეულთან უფრო სწორედ და ტაძარი დღე-ღამე ღია იყო, ესე იგი. და მის რო დაასაფლავეს, შემდეგ მის დაიწყო უკვე დიდი სასწაულები მის საფლავთან მოდიოდნენ და იკურნებოდნენ და ეშმაკეულები ესე იგი განესხმებოდნენ, ეშმაკეულები მოდიოდნენ და იკურნებოდნენ და ასევე სხვა დაავადებებისგან და ბოლოს ესეთი რამ დაიბარა, რომ ჩემს საფლავზეო იხტუნებენო და იცეკვებენო, ოღონდ ჩემი კუბო მტკიცე იქნება. აი ესეთი უცნაური რაღაცა დაიბარა და მართლაც გავიდა რაღაცა დრო ეს ტაძარი ამ სოფელ ოგოროდნიაში დაიკეტა, სადაც მსახურობდა ამ კომუნისტების 50-იან წლებში, შემდეგ ხანძარი მოხდა და დაიწვა, შემდეგ მოასწორეს ეს ადგილი და ფეხბურთის მოედანი გააკეთეს იქა და საცეკვაო მოედანი. მოკლედ ესეთი რაღაც მოხდა და უკვე 1991 წელს გაიხსნა მისი საფლავი და მისი სხეული აღმოჩნდა უხრწნელი საერთოდ
და შემდეგ კორმა არის ქალაქი, დღეს ესე ქვია ქალაქის ტიპის დასახლება, კორმა თუ კორმა, აი ესე ქვია. და ეს არის მოგილოვის რაიონში დღეს, ბელორუსიაში და დღესაც მის საფლავზე ბევრი სასწაული აღესრულება და 1998 წელს იგი შეირაცხა ჯერ ადგილობრივი ესე იგი ადგილობრივი აღიარება ჰქონდა, ანუ ბელორუსიის ეკლესიამ შერაცხა წმინდანად და 2017 წელს უკვე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა სიაში არის და ესე იგი მისი წმინდა ნაწილები გაგოჩნია, ეს ეხლავე აი მისი წმინდა ნაწილები ესეც ნაწილშია. აი ესეთი პატარა ნამცეცები გაგვიჩნია, მისი ცვილში არის ჩადებული. ნუ მე გაჩვენებთ კიდევ მის ერთადერთი ფოტო არის მისი შემორჩენილი. ერთადერთი ფოტოა მისი შემორჩენილი. აი ესეთი. აი ესე გამოიყურებოდა. აი ეს არის ერთადერთი მისი გამოსახულება. და შემდეგ უკვე აი ესე და არის კიდევ ესე იგი ესეთი ხატი შექმნილი. აი ესეთი იყო წმინდა იოანე კარმელი თუ კორმელი. აი ფოკუსი. რაღაც უცნაურად კეთილი და მე გადავალ ახლა შემდეგი წმინდანის შესახებ მოგიყვებით. შემდეგი წმინდანი ეს არის, ნუ რა გითხრათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდანი საერთოდ 19 საუკუნეში რუსულ ეკლესიას ძალიან განვითარებული ჰქონდა ეს მისიონერული სამსახური. ფაქტიურად მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ ისინი, მაგრამ განსაკუთრებით ქადაგებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც იყო კი თვალმიუწვდომელი და უკიდეგანოა, ესე იგი ესა და ახლა ეს ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ალტაის მხარეზე, სადაც სხვადასხვა ხალხები ცხოვრობენ დღემდე. და აი მან დაიწყო პირველმა ალტაიში ქადაგება, თუმცა თანმიმდევრულად მოგიყვებით უკაცრავად ერთი. დაიბადა 1792 წელს. ვიაზმა არის სმოლენსკის მხარეში, სმოლენსკის გუბერნიაში და მამამისი იყო მღვდელი, იაკობი გულხარევები არიან გვარად და მამამისი იყო ძალიან განათლებული სასულიერო პირი და ის ესე იგი ბავშვობიდან ზრდიდა მას მიხეილს ზრდიდა და ასწავლიდა და უკვე 7 წლის ასაკში ძალიან ესეთი გამოიჩინა მან. ნუ გონება ჰქონდა საოცრად გახსნილი და 7 წლის ასაკში წარმოიდგინეთ რუსულიდან ლათინურად პატარა მცირე ტექსტებს თარგმნიდა. უკვე რუსულიდან ლათინურად თარგმნიდა ტექსტებს. შემდეგ იგი სწავლობდა, დაიწყო სწავლა გააგრძელა ვიაზმის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სმოლენსკის სემინარიაში და ისეთი ნიჭი გამოიჩინა, რომ შემდეგ სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა და მისი რექტორი ამ დროს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის იყო ფილარეტ დროზდოვი, ეს იყო მოსკოვის მომავალი მიტროპოლიტი. მაშინაც უკვე ეპისკოპოსი იყო, მაგრამ შემდეგ მომავალში ფილარეტი გახდა, სრულიად რუსეთის ფაქტიურად, მოსკოვის და სრულიად რუსეთის, ოღონდ მაშინ პატრიარქობა უკვე გაუქმებული იყო და მოკლედ მიტროპოლიტი. და
20 წლის ასაკში უკვე მაკარი იცოდა ძალიან კარგად ძველი ებრაული ენა, ძველი ბერძნული, ლათინური ხო უკვე იცოდა და იცოდა, გერმანული და ფრანგული ენები შეისწავლა ძალიან 20 წლის ასაკში უკვე. შემდეგ 1817 წელს გახდა საეკლესიო ისტორიისა და გერმანული ენის პედაგოგი გახდა და ასევე ინსპექტორი ეკატერინოსლავი, ესეთი ქალაქი არსებობს და აი ამ ეკატერინოსლავის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა მოკლედ ამ საგნებს. 1818 წელს ასევე ესე იგი ეკატერინოსლავის სასულიერო სასწავლებელიც იყო ამ ქალაქში, მისი რექტორი გახდა და ამ წელს იგი აღიკვეცა და მიიღო სახელი, აღიკვეცა, მისი სახელი გახდა მაკარი. აი აქედან ქვია მას მაკარი. შემდეგ 1821 წელს 1821 წელს ჯერ იღუმენი, შემდეგ არქიმანდრიტი გახდა და კოსტრომა არის ქალაქი, აი კოსტრომის ღვთის გამოცხადების სახელობის, ანუ ღვთის განცხადების, ანუ ნათლისღების სახელობის მონასტერი და აქ ცხოვრობდა და თან ამ პარალელურად კოსტრომის სასულიერო სემინარის რექტორი და ღვთისმეტყველების პროფესორი. 1825 წელს უკვე ესე იგი მონასტერში გადავიდა კიევის, ესე იგი ამ კიევო-პეჩორსკაია ლავრა, კიევის ქვაბთა მღვიმეები, ესე ეწოდება, ამ მონასტერში გადავიდა ჯანმრთელობის გამო ესე წერია, თუმცა გზად შეიარა საროვში და სერაფიმე საროველი გაიცნო და სერაფიმე საროველმა მას უწინასწარმეტყველა ძალიან მძიმე ჯვარი, რაც შემდეგ ახლა მოგიყვებით რაში მდგომარეობდა. 1826 წელს გლინის უდაბნო იყო ძალიან ცნობილი, აი სამოღვაწეო ადგილი, სხვათა შორის საქართველოში ჩამოვიდნენ მერე გლინის უდაბნოს მამები, მაგალითად მეუფე ზინობი მაჟუგა, რომელიც იმაში ალექსანდრე ნეველის ტაძარშია დღემდე დაკრძალული, მეუფე ზინობი, ანუ სქემიტროპოლიტი სერაფიმე. თეთრწყაროს მიტროპოლიტი იყო, იქიდან იყო ამ გლინის უდაბნოდან ესეც, ასევე მამა ვიტალიც გლინის უდაბნოდან იყო, რომელიც იქ არის დაკრძალული. შემდეგ მოკლედ ამ გლინის უდაბნოში გადავიდა და ესე იგი დაიწყო მოსაგრე ცხოვრება მონასტერში და დაიწყო აი ეს არის ახლა მის ცხოვრებაში ალბათ შეიძლება ითქვას ცენტრალური თემა. ეს არის, ესე იგი, ეს იყო პიროვნება, რომელმაც პირველად გადათარგმნა საღვთო წერილი რუსულ ენაზე. მანამდე ეს არ არსებობდა, მანამდე არსებობდა სლავურად, ესე იგი ძველ სლავურ ენაზე იყო და პირველი მან დაიწყო, გააკეთა და ფაქტიურად განაცხადა ეს, რომ ესე იგი ხა მე წინასწარ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით რა მოყვა ამას მერე შედეგად. ესე იგი მან დაიწყო საღვთო წერილის რუსულად თარგმნა, ოღონდ სლავური ენიდან კი არა განსაკუთრებით ამ ძველი აღთქმის, არამედ ძველი ებრაულიდან დაიწყო თარგმნა და გააკეთა რაღაც არაჩვეულებრივი თარგმანი, რომელიც ეკლესიამ არ მიიღო, რაღაც ახლა ვერ გეტყვით დეტალები როგორი იყო, ამის გამო მას უარი უთხრეს, როდესაც მან წმინდა სინოდს მიმართა. ესე იგი, ამ პერიოდში ის უკვე მერე მოგვიანებით ამ გლინის უდაბნოდან მოითხოვა, რომ როგორც მისიონერი წასულიყო ალტაის მხარეში, აი ეს ალტაის მხარე იყო სრულებით აუთვისებელი, კი ეპისკოპოსი იყო ალტაის
ეპისკოპოსი არსებობდა, მაგრამ და მისი ლოცვა კურთხევით დაიწყო ქადაგება, მაგრამ ეს ავადყოფი იყო ფიზიკურად, ავად იყო, მაგრამ აი როგორ გითხრათ, იცით, იქ ალტაიში მაშინ არ ვიცი როგორ ახერხებდნენ ამ ცხენებით გადაადგილებას, მაგრამ დღეს ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში დაფრინავს თვითმფრინავით და ესე იგი, ვერთფრენით ალბათ, რომ მოახერხოს გადაადგილება. იმ ხელაა რა ეს ალტაი. ხო და აი ალტაის მხარეში დაიწყო ქადაგება და სხვათა შორის მთავარი ქადაგება იყო ის, რომ აი ამ ხალხები მათ ენაზე გადათარგმნა საღვთო წერილი. მთლიანად. და გარდა ამისა, იგი აი სწორედ იყო დაკავებული იმითი, რომ რუსულ ენაზე თარგმნიდა საღვთო წერილს და წმინდა მამების თხზულებებს იქ ჩამოთვლილია ბოლოს, ესე იგი, სია მისი წიგნებისა, მისი ნათარგმნი, ესე იგი, ნეტარე აუგუსტინეს აღსარება გადათარგმნა, იონე კიბის აღწერელის კიბე და გრიგოლ ღვთისმეტყველის საუბრები, ეს ცნობილი რაც გამოცემულია და ეხლა რა მოხდა, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი მან მიმართა, ჩამოვიდა სპეციალურად ალტაიდან, ჩამოვიდა სანქტ-პეტერბურგში და მიმართა წმინდა სინოდს, რომ ნებართვა მიეცათ, რომ დაებეჭდა და დაბეჭდვის ნებართვა, რომ ეს საღვთო წერილის ტექსტები რა, რომელიც მან გადათარგმნა. ეს არის ქებაქებათა და ეკლესიასტე და რა ვიცი, ბევრი წიგნი გადაწინა სამრეწველები და ესე გადათარგმნა და მიჰყვა საქანს ხელი. და წმინდა სინოდმა უარი უთხრა. ეხლა ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ დროს გაუსწრო მან და ეხლა გეტყვით რას გულისხმობ. ესე იგი, ეს ხო უარი უთხრეს და მე ერთი წლის მერე ძალიან მკვეთრი მიმართვა ჰქონდა წმინდა სინოდის მიმართ. რაღაც სიტყვა მკაცრად ჩაწერა იქ რაღაც მიმართვაში სიტყვები, რის გამოც წმინდა სინოდმა არათუ ნებართვა არ მიცა, არამედ ეპიტიმია განუწესა. ეპიტიმია, 3-დან 6 თვემდე, ესე იგი, მოკლედ ეპიტიმია დაადო. ეს არის მონასტერში ცხოვრება, ეს არის მეტანიები, სანამ მკაცრი მარხვა დალოცვა, სანამ ჭკუაზე არ მოვა, მოკლედ ესეთი რაღაცა. მოვიდა ჭკუაზე და გარდაიცვალა მერე ესე იგი გარდაიცვალა და სიკვდილის მერე გამოაქვეყნეს მისი ტექსტები. საღვთო წერილის და შეიქმნა სინოდალური კომისია საღვთო წერილის თარგმნის, აი რუსულ ენაზე, რომ გადაეთარგმნათ საღვთო წერილი და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი თარგმანი გაკეთდა მაშინ. და დღეისათვის ახლა რუსულ ენაზე თუ არსებობს საღვთო წერილი, ეს არის ყველაზე კარგი, არ სხვადასხვა თარგმანი არსებობს, რა თქმა უნდა, დღეისათვის, მაგრამ სინოდალური თარგმანი, ეგრეთ წოდებული, ესე ეწოდება, სინოდალური თარგმანი, ფაქტიურად რუსულენოვანი მოსახლეობისათვის ლამის უტოლდება, აი რაც გააჩნიათ მთავარი თარგმანი, ეს არის სლავურ ენაზე, ოღონდ იქ შეცდომებია, ოღონდ იქ ძველი ტექსტია, ისიც გაასწორეს ახლა, რა თქმა უნდა და ღვთისმსახურებაშიც სლავური ტექსტი გამოიყენება ღვთისმსახურებაში, ახალი აღთქმასა, ძველი აღთქმას, მაგრამ არსებობს რაღაცა არაჩვეულებრივი რუსულ ენაზე თარგმნილი საღვთო წერილი, სინოდალური გამოცემა, რომლის საფუძველში სწორედ აი მაკარი, არქიმანდრიტი მაკარი გლუხარეოვის ტექსტებია, ფაქტიურად მის მასზე დაგდნობით გააკეთეს ეს რაც შეეხება კიდევ ერთხელ მის მოღვაწეობას ამ ალტაიში, ალტაის სულიერი მისია ესე ჩამოაყალიბა და ესე იგი ფაქტიურად შეიძლება ითქვას თელს ამ მხარეში დადიოდა, მოგზაურობდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი დაჰყო სულ 5 თუ 6 და ძალიან ეხმარებოდა და თან ნახეთ რას აკეთებდა, ესე იგი
იგი ზრუნავდა არა მარტო იმაზე, რომ მოქცევაზე, ანუ რომ დაერწმუნებდნენ ეს ხალხი, რომ მონათლულიყვნენ, არამედ შემდეგ ზრუნვას აგრძელებდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ესე იგი ეს სხვა ხალხებზეა ლაპარაკი რა, რომელიც აი რომ შემოვა ქრისტიანობაში, აი რომ გახდა ქრისტიანი ეკლესიის წევრი, მერე რა უნდა ქნას, როგორ უნდა იცხოვროს და აი მერეც ესე იგი მათზე ზრუნავდა არა მარტო სულიერად და განათლების და აღზრდის თვალსაზრისით სასწავლებელი შექმნა იქა მონასტერი დაარსდა მერე ხო და არა მარტო არამედ ფიზიკურად მაგალითად ეხმარებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში თვითონ ალბათ ეკლესიის თანხით მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს მისიონერული სამსახური თუ არ დაფინანსდა, ვერ იქნება წარმატებული. აუცილებლად ეკლესიამ თავისი მისიონერული მოღვაწეობა უნდა დააფინანსოს, აუცილებლად. სხვანაირად არაფერი გამოვა და მოკლედ ეს აი სწორედ ასეთნაირად ეხმარებოდა და ამის გამო ძალიან რა თქმა უნდა უყვარდათ და სწორედ ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი მისი წმინდანად შერაცხვის. შემდეგ, როდესაც ესე იგი ეს გადმოასახლეს, რომ გადმოვიდა, ფაქტიურად იქიდანაც გაათავისუფლეს ეს სინოცვლე ესე მკვეთრად მიმართა. იქიდანაც გაათავისუფლეს, გადმოიყვანეს ესე იგი ალტაიდან აქა და გააგზავნეს რაღაცა მიყრუებულ ადგილას. ეს არის ორლოვი არის ქალაქი, ორლოვის ეპარქია და ბოლხოვო არის მონასტერი. ბოლხოვო და აი მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს და გადაიყვანეს ესე იგი იქ. მაგრამ ესე იგი ამ ორლოვის ორლოვი თუ არ ორლოვი, ესე რომ ვთქვათ, აქაც მან მონახა თავისი მისიონერული სამწყსო, აღმოჩნდა რომ საერთოდ კი აქ უკვე რუსები ცხოვრობდნენ, ვითომ ქრისტიანები, მაგრამ არაფერი არ იცოდნენ საერთოდ და ესე იგი განსაკუთრებით აღნიშნულია რომ ქალაქის მერი ვინც იყო თუ ქალაქის თავი ამ ორლოვის მრწამსი არ იცოდა საერთოდ რა, მრწამსი არ იცოდა და ეს ესე იგი ესე რომ ვთქვათ გზნებარე ესეთი მხურვალე მისიონერია და აქაც ზუსტად ასეთივე მისიონერული მოღვაწეობა გამართა მთელი მოკლედ ესე იგი და მოაქცია ეს მთელი ეს მხარე ესე იგი სოფელ დადიოდა და ბოლოს 1846 წელს ბოლოს ესე 54 წელს დაბრუნდა 54 წელს დაინიშნა და მოითხოვა ნებართვა იერუსალიმში მოსავალზე და არ მიცა სინოდმა მოკლედ დიდი იმის ქვეშ იყო რა ამ სინოდისგან დაჟილი ყავდათ იმიტომ რომ რაღაც უცნაური კაცი იყო საფუძველის დაბეჭდვას ითხოვდა რა წარმოიდგინეთ ამისთვის 1846 წელს მიწეს ნებართვა 2 წლის შემდეგ მხოლოდ რომ იერუსალიმი მოელოცა ეს შემოდგომა იყო და შემდეგ მომზადება დაიწყო რა იმ წუთას არ წავიდა და 47 წლის 9 წლის შემდეგ როცა უკვე მზად იყო გასაგზავნებლად აი მაშინ გარდაიცვალა ავად გახდა და გარდაიცვალა 18 მაისს ანუ ხვალინდელ დღეს არის მისი ხსენება და მშვიდად აღესრულა და მისი ბოლო სიტყვები გარდაცვალების წინ ბოლო სიტყვები არის შემორჩენილი ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა აი სიტყვები თქვა და აღესრულა და როგორც მოგახსენეთ მისი 1860 წლებში მისი თარგმანები გამოქვეყნდა, ასევე წმინდა მამები რო თარგმნა. და მე ცოტა ჩამოგითვლით რა, დიდი მემკვიდრეობა აქვს. ძალიან ერთი არის მისი წერილები, ეს მისიონერული მისი მოღვაწეობის ესე იგი 1863 წელს დაიბეჭდა, მერე გამოქვეყნდა უკვე ყველაფერი ეს ტექსტები როგორც მოგახსენეთ ეკლესიასთან ქებაქებათა და იგავნი და კიდევ ასევე წინასწარმეტყველები მისი თარგმანი შემდეგ
ნუ აი ძირითადად ჩამოგითვალეთ უკვე წმინდა მამების ესე იგი თხზულებები მისი ნათარგმნი 1983 წელს 1983 წელს მხოლოდ ციმბირის ესე იგი ეპარქიების კრებამ შერაცხა წმინდანად და 2000 წელს მხოლოდ უკვე საერთო საყოველთაო თაყვანისცემა მისი დაადგინა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ესეთი განმარტებით მართა ესე იგი მოსაგრე ცხოვრება მართალი ცხოვრება მოციქულის ესე იგი მოციქულთა როგორც მოციქულთა სწორის საქმენი და კიდევ საღვთო წერილის თარგმანი ალტაის ენაზე და ალტაიში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებისათვის შეირაცხა წმინდანად და აი დღევანდელ დღეს უბრალოდ ხვალინდელ დღეს 18 მაისს და დაწესდა მისი ხსენება და აი გორნა ალტაისკი ესეთი ქალაქი მისი სახელობის ტაძარი არსებობს წაშენ. ნუ მე მითითებული მექნება აღწერილობაში ლიტერატურა მისი ძალიან საინტერესოა ძალიან და კიდევ არის ფილმი არაჩვეულებრივი ყოთ რუსულ ენაზე და აი ეს აღწერილობაში მექნება მოკლედ ეს მითითებული ეხლა კი გაჩვენებთ ესე იგი ეს არის ლითოგრაფია მე-19 საუკუნეში აი შესრულებული რაღაც არაჩვენებს კარგად ხო ეს უნდა დავადოთ რაღაცა ფოკუსში ვერ არის. აქ კი არის ფოკუსში, მაგრამ ეს ჩემი კამერა არ აჩვენებს. აი, აქ უნდა დავადოთ 12-ით. აი ეს. და აი ამის მიხედვით შექმნილი პორტრეტი. აი ესეთი. აი ეს. და არსებობს კიდევ აღადგინეს მისი, ნუ ესეც ლითოგრაფია მე-19 საუკუნის, აი ესეც ესეთი ლითოგრაფია და აღადგინეს მისი თავის ქალის მიხედვით აღადგინეს მისი როგორი შეიძლება და ყოფილიყო მოკლედ. და კიდევ გვაგვაჩნია მისი წმინდა ნაწილები, აი ესეც ნაწილში ჩავაბრძანეთ. ესეც სულშია ჩადებული, მაგრამ ეს და შეგვეციოს მისი მადლი ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ დღეს არის 17 მაისის საეკლესიო კალენდრით ანუ 30 მაისია სულთმოფენობის წინო შაბათია დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვაქვს საუბარი 67 აი 17 მაისის წმინდანების და აი 18 მაისის ორი წმინდანის შესახებ გესაუბრეთ ეს არის ანუ პროფესორ დეკანოზი ივანე გაშკევიჩი კარმელი და ღირსი არქიმანდრიტი მაკარი გლუხაროვი ალტაის მოციქული როგორც მას ეწოდა ეს არის ამათი ორივე სიხსენება 18 მაისს მე კი ამით დღეს გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი